იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მივესალმოთ, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შარვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, მისი უდიდებულესობა, მეფე, მემძორია პირველი და უკანასკნელი. ესენი ხო არ მოგასვენებენ კაცს, ამ მამაჩემაც კიდე მეფობა რა შემტენა რა უნდა. ისა, ცხიმი ხო არ მისვია რა მეფეებს? არა მეფე, არა მეფე. ჩემი ხანჯალი სატყოფილა რაც ეს მეძებე ბრძოლაში. ოპა! ვაი დედა. ოპა! დილით ხილი გაია. აბა, რა ხდება? სამეფოში მომახსენეთ. ცუდი ამბავი გვაქვს მეფეო. ცუდი ამბავი ცუდია. ტრისჯარი შემოგვესია. ჩვენი არმია აოხრეს და რამოდენიმე სოფელი დაიკავეს მეფეო. აი. სხვა? მეფეო, ჩვენ ქალაქთან ახლოს დაბანაკდნენ და ჩემი გათვლებით საღამოს შემოგვესევიან. კაი, არაფერი ხდება ბიჭო სამეფოში რაღაცა მიწყავთ ნორმალური. ზარევით უხუცესო, გამოდი აქ. მე მაქვს კარგი ამბავი მეფეო. შენ გენაცვალე. კარგი ამბავი ის არის, რომ სხვარი ისე მოიხარშა სუპირში დენება. თქვენ რო გიყვარს ისე თანთალიც. აბიჯო, სული საერთოდ არ აქვს. მოდი ჩემთან. აბიჯო, კაცი. ჭირი მეშე, აგერ ხვალიცის მეფეს არ მოგწევა. შენ შენ ხარ ადამიანი. გაიკეთე ხა. მიხედე ის ხარ ყველაფერს. რაცა როგორ შეჭერდა და დედოფალი გააღვიძე. კი ბატონო, უბრა, კაი უაშლია. მეფეო, გავკადნიერდები და გეტყვით, რა დროს სხვარზე ფიქრია მეფეო? ტერი შემოგვესია და რამოდენიმე სოფელი დაიკავეს მეთქი გითხარით, რაღაცა უნდა ვიმოქმედოთ. ამან რო არ ხასიაჭი ყვერჯე. ნაგი მაცადე დილა უთენია ჯერ მტერი შემოვიდა ვიცი რომ შემოგვესია რა ვქნა გავეკანო ვეთ აკოპირდაბე თუ რა გავაკეთო ხო მითხარი საღამომდე დრო არის შემჭამოთ რაღაცა პატარა გეგმაც განვიხილოთ და მე კიდე შემჭამოთ და ვიზავთ რაღაცა გასაგებია მეფეო მაგრამ რავი ხელი თუ არ გავანძრიეთ დაიპყრეს უკვე ტერიტორიები და აღარაფერი აღარ დაგვრჩა მეფეო შეხედე ბიჭო შეხედე რა უნდა ამოეზირებს საერთოდ რა დაიპყრეს ბიჭო რა ოკუპირებული ტერიტორიები რო არ იმას რო არ შემიხსენე სხვა რამე არ ხდება სამეფოში რაღაცა სხვა მითხარი ბიჭო ნორმალური თქვი რაღაცა რა სხვა გითხრათ მეფეო მთელი თათუშეთი დაიკავეს უკვე წაგვართვეს მან მაინც ვერ ავდიოდი რაღაცა იმ ალპურ ზონაში არის ყატაჯერ ჩემ ბაგისა ყატაჯერის ჩვენ მოსოსყენ ტერთან მოსმალებთან უნდა გავაგზავნო შიკრიკი. რომ ჩემი ქალიშვილი უნდა შევთავაზოთ სწორად მაგათ პრინცს. გენიალურია მეფეო, ანუ რა გამოდის თქვენი ბრძნული გათვლებით ორი სამეფო გაერთიანდება და ჩვენ საერთო მტერს ესე გაერთიანებული ძალებით შევუტევთ, ხომ? ეგეც კარგი ეზია, მაგრამ არა. აბა? მოდი, ბიჭო, შიკრიკი გავაგზავნე ამასწინეთ მაგათთან და რაღაცა ინდაური ჩახოხვილი გაასინჯეს, გაგიჟდა, ბიჭო, ისეთი გემო არ გამისინჯავს. მაგის მუღამი უფრო მაგ. მეფეო, სულ ჭამაზე ნუფიქრობთ, ხალხზედაც უნდა ვიფიქროთ, მეფეო. კაი, ბიჭო, გაჩედი რა ხა. მეფეო, რანაირი მეფე ხარ, ხალხზე თუ არ იფიქრე, გამაგებინეთ. წინა მეფემ რო იფიქრა რა, მერე. წინა მეფის დროს მეფეო სამჯერ დიდი ქვეყანა ვიყავით. და ეხლა თუ არა ისტორიაში დაფასდება ჩვენი მეფე და მაგის 8 წლის შეიტანენ ისტორიაში ჩვეულებრივად. სიხედე ნამხელე წაუგრძელებიან. ეხა ისტორიას ველოდო მე როდის დამაფასებს? რო არ დამაფასოს ვერე რა ვქნა. ამიტომ ზივარ და ჭამაგე რაც მინდა და როგორც მინდა. მომი ისტორია არა ეს ისტორიაზე ლოზო. სად არის კიდე ზარეული ამდენი ხანი რა ვეღარ მოამზადა თუ ამზადებს კაცო. მოდივარ დიდო მეფეო. აგერ გენაცვალე. სანამ თავარი კერძი მომზადდება ეს მიირთვით. მეფეო, აი თუ არ იცი შენ ხარ ადამიანი, მოდი ჩემთან. მოდი, შენ თუ გენაცვალე ბიჭო კაცი. მეფეო, ყვანილი მართლა კაი. მეფეო. გაი ბიჭო ორი ლუკმა მაჭამი მეფეო კი არ გამანებე თავი ხმა არ გავიგო შენი. ოპ მარილი? აღრია მარილი. აგერა. ოპ ეს ქათამიც მიირთვით. რა თქმა უნდა. მეფეო მე რა ვქნა? დამადეგი ხა თავზე გადი ბიჭო და ნახე ან ზვერავი ან ვიღაცა რამე ახალი ხო არ ხდება სამეფოში. გადი მოშენ. ამან ხო ტვინი ყნა ბიჭო. და ხანი წაგვართ ეს დავიფყრე და არიქა მიწე რა უნდა ბიჭო რა იმენა კაც ლუკმას არ გადაგაყლაპებს ეს. მიირთვით თქვენ არ მიირთვით ყურადღება. ეს ნოდიდალია. კარგი დედალი. დედოფალი გააღვიძე? დედოფალი გავაღვიძე. და საჭმელი მივარდვი. კარგია. რა მიართვით? ცივად მოხარშული დედალი. ცივად მოხარშული დედალი მე რატო არ მომართვით?
თქვენ ხო გითხარით, ცხვარი იხარშება თქო დიდო მეფეო და აგერ წიწილი მოგიტანეთ ხა. მე ცხვარი რო იხარშება დედალს ვერ შევჭამ თუ რა წიწილი თუ მომიტანეთ ცივად მოხარშული დედალი სად არის? ხო რა ვიცი ახლა დედოფალმა შეჭამა უკვე დედოფალმა და მეორე დედალი მომიხარშეთ და მომიტანეთ. გავაღვიძო დედოფალი. რა დედოფალი აბა გავაღვიძო საჭმელი მიუტანეოდა. მიდი. მოგეთ ბძოლაც მე უნდა ვასწავლო, საჭმელი ყველაფერი მე როგორ უნდა ვასწავლო ამ შობეს ზაღლებს. არაფერი ამას მარიცია. როგორი ჩაფიქრებული ხართ მეფეო. ვიცი რთულია ამ ხელა სამეფოს მართვა და ფიქრობთ ანუ როგორ მოიქცეთ რომ თქვენი ყველა მაცხოვრებელი ბედნიერი იყოს. შეგიძლიათ გამანდოთ ნებისმიერი თქვენი ფიქრები. ვიცი რომ თქვენ ხალხზე ფიქრობთ და თქვენს არმიაზე ფიქრობთ ამ წუთში. დარწმუნებული ვარ მეფეო. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ ყველაფერზე. ქინძმარში ძუასო ქინძის არის თუ ძმრის? რა ძე მეფეო? ანუ ქინძმარი რა აგერ ბოდიში მეფეო. აბა ეს რა არის შემომზარებულ თუ აგერ მიირთვით. აბა გამასინჯე სანამ თავარი კერძი მომზადდება. შეგენახე აგერ მე. რა არის? ეს თქვენი საყვარელი ცხენია. რა არის? თქვენი ცხენი? რა ჩემი ცხენი ბიჭო? თქვენ არ მითხარით კაცო ცხენი შემიკმაზეთო? შემიკმაზე კი არა შემიკაზმე მეთქი ბიჭო შენ დებილი ხო არა მაგრამ გემრიელი კი არა მოიტანე. აუ მაგრამ რა ტიპი ეს ცხენი? ხო ეს რამფი ბარკალია ძალიან გემრიელი. მაგარია მაგრამ სხვა ცხენი ყავთ ომში რა თუ დაგჭირდათ? ომის мама ეს დედალი ცხენი იყო და მეფეებო დედალ ცხენებს. გემრიელია ხაჭაში. ისა დედოფალი არ იღვიძებს. კი არა და გაიღვიძა, მაგრამ არ დგება. მაგაზე? წადი შენ სანამ დედოფალი მოვა, ჩემ მემატიანე მომიყვანე რომ დაწერო ყველაფერი ეს რათა ვარფეს რა. აი მოგან. მემატიანემ სამსახური დატოვა მეფეო და წავიდა. ბოდიში ერთი ზუსტ მეფეო. მემატიანემ რა მიზეზით კაცო? რა მიზეზით გაალოთ ამან ბიჭო და წავიდა რა. ანუ რა საქმე ქონდა რომ ისედაც ამის ისტორიის დაწერას რა უნდა ნებისმიერ პირველკლასელი გიმნაზიელი დაწერს. დაიბადა ჭამა მოკვდა. ჩვეულებრივად მაგას მეც დავწერ სადმე ფურცელზე. რაც მაგღეხარ თავზე წადი ახლა მიხედეთ ბიჭო გადამაყლებით ორულიკმა კაც. წადით და მიხედეთ საქმე. კი ბატონო. დედოფალი გააღვიძა და უთხარი ჩამოვიდა. გაიღვიძა დიდო მეფეო, მაგრამ არ დგება. გამაგიძეს უთხარი ხბოსკანს ხარშავ თქო და თუ არ ადგება ნახავს მიდი. ხბოსკანს ხარშავ თქო კი ბატონო. რა ეს რო გაცივდება ეს ხორცი მე კი აღარ იჭმოთ. კაი ეს იყოს ახლა. მოკლედ რა ეს ხმის ხორცი იყოს ეხა ჯერ ხილ შევჭამ ისე. მე იმ ხორცი გაიამა. კანჭი სად არის? კანჭი სად არის? ტრანსტალა დედოფალი გაღვიძებულა. კანჭი სად არის? შეჭამე? არ არის. კანჭი შეჭამე? არა გოგო არა მათალი. აბა სად არის კანჭი? არ არის არა კაი დაწყნა. ზარეულმა მითხრა კანჭს ვაკეთებო ხარშავო სად არის? მე ვათქმევინე რომ ჩამოსულიყავი. აბა ისე არ ადგებოდი ხვალდილამდე ხო ვიცი მე და რომ ჩამოსულიყავ მაგითო კაი არა უშავს. აჰა ავდექი მერე? არაფერი მაგრამ დაჯექი კაი დაჯექი და მოიტანს რაღაც აგერ ხილს მაცა და ხილს მოგცემ. მეფეო. არ მინდა ხილი კაცო. მეფეო ოსმალთა არმია ძალიან ახლოს არის. აი მე და ამა ხო შევჭამ. ოსმალ. ეგ თურქები არ არიან? დიახ თურქები არიან. აუ მაგათ შაურმა აქვს დედას კეპიცები გაგიჟდები თითებს ჩაიყვეთ მაგარი შაურმა. შაურმა რა საზიზღარი საჭმელია ეს შაურმა რა. ვინმე ნორმალურმა ქვეყანამ რომელიმე დაგვიპყროს ხო შეიძლება? აი მაგალითად საფრანგეთმა ნეტა დაგვიპყროს რა საფრანგეთმა გაგასინჯებდი რა არის ნამდვილი კრუასანი. ამას თუ პირში გემოაქ ხა რა მე არ მაქვს პირში გემო. რა კრუასანი გო რაღაცა ფხუიერი წომიდე რა კრუასანზე ამბობ კრუასანი საჭმელი რანაირად არის ხა მარდა არ გამაგიჟებს თორე არ ვიცი დედოფალი აღარ იქნება რა კრუასანი გო რაჯობია და დაგვიპყროს გერმანია მაგალითად ხორცი სარდელი სოსისები უიმე არა გერმანია უნდა აი ეს ერთი წამი ხალხო მეფეო ტერი შემოგვესია აგვაოხრეს ტერიტორიები წაგვართვის რა დრო ჭამა არის ხალხო კაი ბიჭო კაი რა ტერიტორიები წაგვართვის რა წაგვართვის თქვენი ბაღები აოხრეს მთლიანად დაიკავეს ტერიტორია და წელს საერთოდ მოსავალი აღარ გვექნება ხილი აღარ გვექნება მეფეო საერთოდ აღარ გექნებათ არანაირი საჭმელი რა ჩემი ბაღია პროზე სამეფოში ყველაში აგროვე ქუნძზე კაცუხმე ტერი უნდა გამონადგურო სასწრაფო
მეც გადი ბიჭო, გადი და მოაგროვე არმია დროზე უნდა გავიდეთ. მტერი უნდა აღლაგმო პირისაგან მიწისა. ეი, მეც მოვდივარ. გოდიში, მეფეო, დედოფალო, სადმე მიდიხართ? მტერი უნდა გავანადგურო დროზე. ხმალი აიღე და წამოდი შენ. შენც წამოდი. კაი, მაშინ არაფერი თუ მტერი შემოგესწრო. მოდი აქ მე არაფერი, მზარევ. არაფერი, არა თუ დროზე ეხა. ხმა მოიხერი სიტყვა. არაფერი თუ მტერი შემოგესწრო და ქვეყანა სჭირდებით, არაფერი, უბრალოდ ვინმე კირი სიტყვა გინდოდა დროზე. ხაჭაპური გამოვაცხი აგერ სახელდახელოთ და მეთქი ხო არ გამისინჯებენ თვითონ აჭერს თქო. და მარა თუ ეხა ქვეყანა სჭირდებით და ისა კი ბატონო არ არის პრობლემა რა ხაჭაპური. ისა, აი, იცი რა, ქვეყანა კი მოიცის ეხა ცოტა ხანი არ არის, მტერი არსად არ გარბის და ხაჭაპური კი გამიცივდება. ისა, გადი შენ ჯარს მიმართე და ჩვენც გამოვათ ეხლა ჯარს რა მიმართე ბიჭო, შენ სახელა დანარჩენი თვითონ იციან, მიდი ეხა. თუ სამზარეულოს იმერული ხაჭაპური, თხელი წომი. უი, სამზარეულოს ჯობია თავის აკავიდო. ჯერ ხაჭაპური მივირთოთ, სხვარიც მალე იქნება. ო, ხაჭაპურს ამას მივაყო, ჩემი ცხელი რა ყოფილა, ბიჭო, თურმე გემო. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.